გამარჯობა თემურებო. მე ჩვენ უკვე ჩაწერეს. აბა რა ივიოხდება. ეს საღამოს უნდა მივიდე დედამის მიუსამძიმო. ისე ბარღისნინა. ას ნიშნავს არღის. იმას ვერაფერს ვერ უშვილე და შემოდა ინტერვიულონი. და თუ მაგლოგიკით მაშინ? რატო დავდივართ მაშინ პანაში ვიდაბზე საერთოდ? მე გამოგვარ. ერთად წავიდეთ. არ მინდა. ой, სერფადაბისი. და საერთოდ არ გამეცნო არაფერი რა. ეხლა ესე უნდა ვიტიროთ ერთმანეთი? შეიძლება ადამიანი ქიმიას არ იკეთებდეს, მაგრამ ნებისმიერ წამს რამე დაემართოს უცებ. გაიდათო, შემეშვი რა. ვიცი ეს შემეშვი. ამშვიდებ. ხო რომ ამშვიდებ. ნინა, გაიდი ხოწე. კარგი. ნებისმიერ ხე შენ ერთი წამით არ იფიქრო რომ მე ან შევწუხდი, არ დავიღალე. ერთი წამით, მაგრამ გონია რომ ფსიქოლოგთან უნდა იარო აუცილებლად. არ მინდა ფსიქოლოგი. შვილები ყავდა? არ ნიშნულობა. ესე იგი. რამდენი შვილიც არ მყავდეს, ძალიან ცოტა ხარ ვცოდები. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აბა შეხედა. ეს ისწავლა ლოგიზი ამბობდება. რატო გაიღვიძე, ბიჭო? მოდი რა. ეს საქმიანი კაცი ვით რომ დამადგები დიდი სულსა. მოდი გაყვი. გაგიშვი. მიდი. კამერაც მიწած. შეშეშ თქვენ ძალიან მეკოჩი. დაბადების დღეებზე რა კარგი. დამეხმარეთ. ვაიმე, აქეთ დამეხმარე ჭენიტილი მე. ეს თავი მისკლება პაყმელიაზე რა. ეცი. ყალბია? არა, ნამდვილია. თუნდა უფრო წვრილი კულტურებით მოგწე. არა. ვაიმე, ეხლა ეს არ მოგშორდება და სხვებსაც მოიყვანს. ვაიმე, ტყუილა კი ერთია ვარქვით ბარაკი. რა შემარქვით? ცოტა ასოები გადავაადგილეთ მე და თავს არ ბარაკ ობამას პონჩი და თან ბარაკა რა. კაი მეცახელია. მე რომ სახელების დარქმევაში ფულს მიხდიდნენ, პირიქით აქეთ გიყიდიდი. მე თქვენ არ ყიდულობთ. უბრალოდ ერთმანეთს რითიც ჩაგვიძლია იმით ვეხმარებით. ბაზარი არ არის, უბრალოდ მე რომ ადამიანი მიხვარდება თუ ბოლომდე არ შეუშუთ, ისე არ შემიძლია. ლეკას რა დაარქვი? მეცე ლეკა მარგითხრა თავის ზედმეტსახელი. უთხარი. ლეკას ვეძახი, თუ თვერზე გაიტლიკება ხოლმე სრულიად მოულოდნელად. კი ეგ მე შევამჩნია. ძირითადად არ ფიქრობს და მე მოულოდნელად დაიწყებს ხოლმე ფიქრსაც, იაზოპასაც, პასუხი შემოbrunებასაც და დემაგოგიასაც ვაშოს. ვაიმე, გენიოსია ეს კაცი რა. ნუ არა ვგიჟდები, ცოლს ობიექტურად აფასებენ. ცოლი პირველ რიგში უნდა შეაფასო ობიექტურად, თორემ მაგრამ ლეკა აღარ დაუძახოთ. არ მინდა რომ პრესაში მოხდეს. არა, რას ამბობ. აი 1000-ში ერთხელ უვიწროვეს წრეში. რას ბოდავ ხა ქუჩაში ხომ არ დაუძახებთ ლეკას. კარგი მოგლეთ საქმეზე გადავიდეთ. იცით რა ვიფიქრე? თუ ამ ზულმუხტაშვილის თარგი ასეთი მნიშვნელოვანია და ამხელა ამბავი არის აკახილი, ხო?
ვარ მოისყიდეთ ან მისი მძღოლი, ან მისი დამხმარე ქალი, ან აიდიშნიკი. ან რომელიმე მოდელი, რომელიც მისი კომპიუტერიდან მოიპარავდა თავს. ვაიმე, შენ მოუყევი გეღვაწები. შენ გონია შენს გარდა თავში აზრად ეს არავის მოუვიდა? კარგი, მოკლედ. იყო ესეთი დიზაინერი ტარიელ ტარო ხვადაგიანი, ხვად ატელიეს მფლობელი გეცოდინება. საიდან ეცოდინება ეხლა? ხო და მოკლედ ტარომ გადაწყვიტა რომ ჩერეშორენა იკაკო ზურმუხტაშვილის დამხმარე, ანუ დივანი, მკერავი, მზარები. ამ მეგობრებთან ამის ლაპარაკობენ და ცოტას გადავახევრო. იფიქრა რომ აი, დურობს საერთოდ აღარ მაქცევა ყურადღებას. აი ვიგოჩით მეგობრებო ეს. გოგო. კიდე კაი ციფრ ჩამოვიდა და ხანა გარაგზე არის, ხანა უსწე. ახლა შეწუება და წოდაში არა. მესაკუთრე ეგოისტი რა დამპალი. აუ, ნუ ლანძღავ რა, მწყინს. ნუ ლანძღავ კი არა მოსაკლავია საერთოდ რა. ჩემ გოგო სტრესავს. და ისე ჩემზე მეტად გიყვარს? შენ ჩემი კაცი ხარ, ეგ ჩემი ღმერთია. ხო და მოპარე შენ ღმერთს თარგი და მოუტანე შენს კაცს. ტაროს ხმაზე ოპერაცია გაუკეთეს, თავზე რვანაკერი ქონდა და იკაკომ შორენა გააგდო და პროსტა უკეთესი რომ ვერავი ვერ ნახა. შეჩვეული იყო ამ ძროხაზე უკან დააბრუნა, გესმის? ესე იგი ნამეტან ერთგულებასთან მოქსაქმე. პროსტა რა დამპალია, ხვდები ხო? ქალმა გადაარჩინა და ამან გააგდო. იმიტომ რომ კონტრაქტი დაარღვია. საწმას ვაიმე იმის მერე სექსიც აღარ გონია, მე მგონი წველანდება რომ ტარგი არ მოპარო. და ტაროსაც არ გონია, მგონი შენ თავს პიცავა. აუ ზედიხარა. ტელეფონი რო ვათხოვე ჩვენი მიმოწერა ნახა და გადამეკიდა რა არის რა არის იყვარს რომ მეთქი მე არა იმას ვყარ ვარ ხო და არ მიყვარ ხარ არა გავიგე მიხუნე და ჩემ ახალ ნაჩუქარ ტელეფონში ჩემი მონაწილეები წააკითხე აი რა იყო ისეთი არაფერი არ არის ხო და მარიამ შენ არ უყვარ ხარ თვითონ რა არა თვითონ არ უთქვამთ მაგრამ რადგან ჩაგიშვა ეგრე გამოდის არა პროსტა იჩვენიანიც ხო ეჭვიანობს ასო აი ხო მოისა რა ერთი წუთი შენ ხომ მეგობრები მერე რა და ვიყავთ მე რას მეგუტები აჰა ჩარტ არ მინდა აი რა არის ხოლის მეოსები კაი ბოს ნინა მე მესმის ვერ გააკონტროლებ ყველაფერს, მაგრამ ძალიან ბევრს დირი. ასე არ შეიძლება. აცი რა საერთოდ არ წახვიდე. და ნუ დადიხარ ამ შეკრებებზე რა. რატომ რო არ ნახო რა მელოდება? მერთოდ შემოა ეს გველოდება ყველას ჩვენ. ირავადებშია გაცხოვე. აი ნინა. იქ ალბათ ყველა მივა და ყველა შეშინებული იქნება. რაღაცას გეტყვით და ძალიან გთხოვთ, ბოდიშ გიხდეთ. არასწორად უყურებთ ამას ყველაფერს. ჯერ ერთი ყველა კიბო არ კლავს. ეს ერთი. მერე მეორე, რამდენი გადარჩენილი ვიცით მარტო ჩვენ. ამას წინათ მე და ნინა ვკითხულობდით გადარჩენილთა ისტორიას. რაღაც არაჩვეულებრივი საიტია. ნუ ეხლა მართლა ხო წაიკითხე შენ თვითონ არა? მაგრამ ბოლო ყარაკობენ მეგობრებო გადავახვრიოთ. დამალე მოვა ეგ აბიჩი. შენ რატო ხარ ცუდ ხასიათზე? ისევ იმის გამო? ცუდ ხასიათზე არ ვარ, უბრალოდ რაღაცა დაფიქრებული ვარ. რაზე? რაზე და დღეს ლაშა გიორგი ვნახე და მითხრა რომ იმ მიყვარხაზე ვიხუმრეო.
მე იმას უბრალოდ ვუთხარი და იეჭვიანა. ის არ უთქვამს ფულს როდის დაუბრუნება? ჩეკო, ეგ მე არ მაინტერესებს, იცი რა მაინტერესებს? რა? რა და უკვე სახში რომ მოდიოდით, მითხრა რომ კაი ხო იცი როგორ მივასებიო და ვიმეგობროდო. მერე? რა მერე ჯეკო, ეგ რას ნიშნავს? არაფერს. როგორ არაფერს? ასე იგი იმიტომ გითხრა რომ მერე კიდე რაღაცები გითხოვოს და დაგავალოს. დავახშე დაიკიდე რა. ეგ ბაზა დანაცვლა. როგორ შეჭამა ეს ახალგაზრდა ქალი? მე ძალიან მომინდა ეს. რას უყურებ? არ უყურებ. შენც ეთიყავი. სოციალურ ურთიერთობებს ვუყურებდი. მე რა ქემ დამყარა? მეტნაკლებად. შენს კი შენი ტიგრძენი მომენტუმე. Isso, eu posso só isso. ვიდეო. და თუ გადავიღოთ კიდევ ესეთი ვიდეოები არ დაიშვოთ. ლაიქები და არხის გამოწერები. აბა რა ხვალთვის და აბა